13-ის ნახევარი. ვაიმე, ფაქტიურად ამ ოთახში ვცხოვრობ. დილა მშვიდობის. ერთი ის არის, რომ მოვასწარი დილით. სანამ ლაშა ოთახში იყო. საჭმის ჭამაც, სადღაც 9:30-ისთვის, ჩაის დალებაც და საჭმის გაკეთებაც. ჩემთვის, დანარჩენებისთვის ნანი აკეთებს. რამდენი ხანია უნდა დამეცინებინა, მაგრამ ცოცხალთავით კალიასკაში არ დაიცინა. ეხა ჭამის დროს ჩაეცინა. ახარ გადავიყვანი და ვანებე თავი ეცინოს. ეხა წუწუნდა ის. არ მივდივარ ახლა იქნებ თვითონ გაჩერდეს. დღეს არის კვირა. სამოს კარგა შეეწა. ძურება. ლაშა არ მიდის სამსახურში და იწყებენ ქაღალდის გაკვრას. ანუ რემონტის დანარჩენი პროცესი უჩემოდ ჩაივლის. გარდა დალაგებისა მე. გამოწმენდის. ეხა დაბლა ჩავირბენ და ამოვირბენ. ესე იგი, რომ ვამბობდი, რომ მეთქი, რა თუნდა ამდენი ტანსაცმელი, ანუ ჩემთვის ვფიქრობ, განა რა უნდა დაგროვდეს. გუშინ ერთი საეცხლის მანქანა მარტო ამის ტანსაცმელმა იტვია. ჯერ არ გაშრება, იმიტომ რომ ნაწვიმია და არაპირებს მზე გამოსვლას და აი ეს კიდე უნდა ჩავიტანო დაბლა. და ერთი თუ ორი ამდენი ჩატანილი მაქვს უკვე დღეს. ერთი ზომა პამპერსი მაქვს ნაყიდი, მაშინაც კი ვთქვი, რომ მეტს აღარ ვიყიდი მე. ერთ ზომას, იმიტომ რომ აქვს პატარა. და გუშინ ღამე 4 საათზე მთელი გვერდი სველი ქონდა და დილასაც ბატიტვინამ ჩაიფცა ბევრი და გამოვიდა. და მაგის გამო იმდენი სარეცხი დაგროვდა ხალხ, გუშინდელი დავეცხი. პარპარი ეხა დავაძინე, არ მიეკარო, არ შეეხო, არ ჩავიდე ხოცდა ხანი იყავ. ყარავული დავტოვე და წავედი მე ხა და პლაური წუთი. ხმაური გესვით. წყლის ის რომ მინდოდა ხო იცი გამეკეთებინა. ბოთლები და რაღაცები სადაც ხო გახსოვთ. მაგას აკეთებს ბიძინა უკვე დღეს დაამთავრებს და შევცვლით მაგ ჯაბახანა რაღაცასაც. გარეთ კიდე რა ხმაურიც არის. ეგ ხმაურია იმის. ქაღალდი დაიჭრა და ნენელა დაიწყებენ ხა აკვრას. რაშიც სავარაუდოდ სანამ პატარა წერტილი აქწევს და წყნარად არის, მეც მივეხმარებ. ოღონდ აი ეს მაქვს დასალევი. ჩაი. ისეთი ამინდია, რომ გონია, რომ საავამოა და უნდა დაიძინო. ანუ შემიძლია ვიჯდე
ჩაიდავლიო. უშინავიდან პატარა ნამცხვარი მომიტანა. ვუყურო ლუციფერს და თან მქონდეს ისეთი იერი, რომ ბავშვთან და გარეთ რაღაცა რო კეთდება, არ ვიხმარები. მაგრამ მეკუთვნის ვინაგლებ მე და გაბრიელმა საკმარისად ვალაგეთ ეკუთახი. გააკრან ქაღალდი, არა მაქვს პრობლემა ერთხელ კიდე გამოვწმე და მარტო გაბრიელს აღარ შევაწვი. ანუ უსაქმოდ ზივარ, მაგრამ საქმიანი იერით. ეს ხელოვნებაა და რომ შემოვლენ უნდა უფრო დაიღალო. იმედი არ შემომისწრებ. ანუ არ ბნელა ესე, მაგრამ რა ვიცი რატოა ჩვენებს კამერა მასე აზზე არა. დღეს მინდოდა ავწონილიყავი. მაგრამ დამავიწყდა, იმიტომ რომ დილით გამოვიბისკონე იმდენი ვჭამე, სარკემა გასაწმენდი. თან საკმაოდ. ხო და ხვალე ავიწონები და ვნახოთ რამდენი დავიკელი არა. რამდენი დავტოვე სამშობიაროში. დღეს ცოტა ხმაურიანი დღეა. გუშინ მამიდამ ყავდა სტუმრად. პაპი დაესტუმრა გაბრიელს. სურათიც გადაუღე ჩავაგდებ აქ. დღეს მარინე ბაბუა მოვა, დედაჩემი. სანამ ისვენებს ამოვა. ის რა არის ხო? გაბრიელს ინახულებს ბაბუ. ჩემი ლამაზი მიწკი. არ დაწვა, აი არაფრით არ დაწვა. არა კი დაწვა, მაგრამ წუწუნებდა. მე ის მიყვარს ხოლმე ისე ჭამის დროს რო ჩაეძინება ხოლმე და ისე ყველა დრო აქ ხოლმე დიდი პატარა ლუჩები. მოვაჭა. ძალიან ბევრი კომენტარი მოდის ხალხმა, ისევ და ისევ მადლობა ყველაფრისთვის. ისეთი ხალხია კომენტარებს ცხოვრებაში გეტყვი. ანუ მის დღეებში რომ ჩემ ვიდეოზე არ დაუკომენტარებია, მაგრამ ჩემთან ერთად რო. მადლობა თქვენ ამისთვის. ვინც ვერ აკომენტარებთ, არ აკომენტარებთ ხოლმე, არც სავალდებულოა ეგა. უბრალოდ რომ ვიცი რომ ჩემთან ერთად ხართ და გრძნობ რა თქმა უნდა მაგას. ძალიან მიხარია. მაგრამ ამასობაში გამოჩნდნენ რამდენიმე, აი რო შევედი ერთი კომენტარი რო აქვს დატოვილი, ან ორი, ისიც აი მილიონში ერთხელ და სულ ჭკვას გარიგებენ. ეგენი გამოჩნდნენ 3 თუ 4. არ ვაქცე ყურადღებას, უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. გაბრიელი ჩემთვის პირველი არ არის. ზოგადად პირველიც რო იყოს. რა თქმა უნდა რჩევა კაია. რჩევას თავისი ტონიც აქვს, როგორ ურჩევ. და რამდენად უნდა რჩევა ჯერ, ისიც უნდა გაითვალისწინონ. ხო, იმიტომ რომ დედობა თავიდანვე ეგრე არავის არ მოგდებს ხო, სწავლობთ. ხო და არა მე იმას არ ვამბობ, რჩევებს არ ვითვალისწინებ, რასა. მე ძალიან ბევრი რჩევა მაქვს, იცით თქვენ გამათვალისწინებული და კიდევაც ბევრს გავითვალისწინებ. მაგრამ ტონს გააჩნია. გააჩნია რას მირჩევთ. გაბრიელი არ მეოთხე. და სასაცილოა, როდესაც კატეგორიულად მირჩევენ, რომ ღამე გარეთ არ გავიყვანო, ჯერ ეგეთი სატონო გავიყვანო გრილა. რომ მირჩევენ, რომ სარეცხი არ დავტოვო ღამე გარეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება. ანუ ესენი ვეცმეს მოდა. ეს არის ძველი ისინი ცრურწმენები.
ისეთ რაღაცებს გირჩევნე, ჯერ ფიზიკურად ვერ გააკეთებ. ახლა სარეცხი იმდენი გავფინდეს, რა შემოვადანინებდა ხალხო იმას. იქ კი არა ხა უნდა უთოს მაგიდა გავშალო და დავაღვთო. რომ უფრო სწრაფადაც გაშრეს სინესტია ქას, ნესტიანია და ჭირდება ხალხო, შეიძლება ხა გაიღვიძოს და გვერდი ქონდეს სველი. რანაირად აფსავს ვერ გავიქე. იცი რა თაყვანელია ხოლმე რო გავხსნი და რო გაიჭიმება ხოლმე. მე მინდა რომ შემოვაჭამო ყველაფერი. დედას გულია. ხო, აქვე გადახვევას გავაკეთებ. ვინც მეუბნეოდით, რომ იცი რა არის ამას აქში სულ მაი პირველი შენიყავი. ამას აქში სულ სხვა პატარის გაჩენა, ამას აქში სხვანაირად იგებ 100%-იანები ხართ. სულ სხვა. აი, საერთოდ სხვა. ხა დაუბრუნდეთ იმ თემას მოკლედ. ხო, რჩევა კიდე რომ ქუდი, ხელთათმანები, გაკოჭვა, ჯერ ერთი არ გამეკოჭია, ხა საავადმყოფოში რაც გაკოჭეს ეგ იყო და საღამოს გავუკოჭე უბრალოდ რომ ლაშასთვის მენახებინა. ეგ იყო და გავერდე. არა, რა უნდა გავუკოჭო კაცი ბავშვი, არ მაბრაზებს რა დავაბა. ხო. წყლის ტემპერატურა ბანაობის დროს, ოთახის ტემპერატურა ბანაობის დროს, ანუ ოღონდ კი რჩევა არ იყო ეს იყო დაგიდეს დასკვნა, ესე უნდა გააკეთო. არც პირველზე არ ჩამიყვია წყალში თერმომეტრი. რომ გამეგო 27 მეტი და რაღაცა თუ 38-ია უკვე და არ შეიძლება და გავაგრილო. ჩაასხი ხელი გაალაღლაღე, ჩააგდე ბავშვიც გაალაღლაღე და მორჩა. ანუ ეს 1-4-5 დღეა. ხო, პრინციპში სულ 5 დღისა ჩემი პაწაწუნა. საოცარი რჩევები მოდის. ოღონდ რჩევა, არა რჩევა, არა, დასკვნითი რჩევა. ხახლა 25 ბავშვი გავაჩი. და იგივე პრინციპით ვაპირებ გაზრდას. სანამ კიდე შეწუხდები ქუდზე იცი როდის შეწუხდა. მე ვარ პირველ ბლოკში იყო, სადაც ხო, სამშობლოდ არ გამოველი და რატო ვაფარი ახლა ქუდი რომ ვუთხრა. მანქანაში ცხელოდა რომ მოვდიოდით. არა, არ ცხელოდა რომ მოვდიოდით, აფთიაქთან რომ გავჩერდით, ნუ სანამ გადმოვიდეთ საშინელი სიცხე იყო და წამფარებული ვქონ, ადიელით არ გამომიყვანია. პილიონკაში მყავდათ ისა რა. არ წავილი არ გავვარდით, ხელი ადიელა არ ვიყიდე, იმიტომ რომ უნდა გამოვიყვანო. შვენივრად გამოვიყვანე, ცარიელი ბავშვი, ხელი პილიონკა შემოვახვიე უბრალოდ მაინც. ხო და გაიოფლა, თავი ჰქონდა სველი. და სანამ მანქანიდან გადმოვიყვანე, ქუდით დავაფარე. იმიტომ რომ კი ცხელოდა, მაგრამ მაგისთვის სიცხე ის პაწაწინა ნიავი. საკმარისია, რომ ელემენტარული გაგიცივდეს ჩვილი ბავშვი. სანამ ამოვიყვანე, მე აქ სურათები თუ ვიდეოები გადავიღეთ და ეგ იყო, იმის მე ქუდი აღარ ფარები. ხო და ანუ რავი გონია ალბათ რომ სულ ქუდი აფარია და ძალიან შეწუხდა. ხო კიდე რაღაცა ცრურწმენები იყო და კაკლის ძირში გაყვანი. სადა კაკალი იქით მიდგა. არ დამერწმუნეთ მაგ ცრურწმენას შევასრულებ, ნამდვილად არა მაქვს სურვილი მეზობლის კაკლის ქვეშ გადავიდე საღამოთი. ხო, აი სარეცხის შემოტანაზე კი ვერ დაგეთანხმებთ, იმოდენა სარეცხი გავფინე, ხა მაგას ვერ შემოვიტანე. ანუ რო ვითომ, კაროჩე. არ შემიძლია ეგეთის. ხო რა და აი რაღაცას რო დამჭირდება. აი ხა მაგალითად რავი რა უნდა დამჭირდეს, რა გკითხოთ. აი გუშინ წინ ვიკითხე რომ ის ფურცელი ხა მოვიღებ და წავიკითხო. არ წამიკითხია მეთქი და აღარ მახსოვს თქო რა პერიოდში და წავიყვანო აღარც სხვაზე მეთქი. ეს არის რჩევა რომ ვიკითხება რა გავაკეთო? არ მახსოვს. და პასუხი გამეცით მშვენივრად გავიგე. აი ესეთი რაღაცა თუ დამჭირდება ხოლმე მიპასუხეთ. ქაღალდს აკრავენ და შპოთავენ. ასე რომ
ეგრე რა, მოკლედ, ხანდახან რჩევები არ გაგექცეთ ხოლმე. არც წავშლი, არც დაბლოკავ, არა კაცო არ მაღიზიანებს ეგეთი რაღაცები. უბრალოდ შეიძლება დაგიგულოთ კიდეც, მაგრამ იცოდეთ, რომ საერთოდ არ გავითვალისწინებ რაღაცა. ბოლომდეც არ წავიკითხავ რა. ამდენად არ მაინტერესებს ცრულწმენების რაღაცეები, მოკლედ და ქუდს დავაფარებ, ტიტულას გავიყვან თუ ტარზანივით ვატარებ თუ მაუგლივით თუ რავი, მარტო პამპერსით, ანუ პამპერსით რავი. ასე რომ რჩევები არ დაგიფრთხეთ ხოლმე. კიდე იმას ვამბობ, პირველი რო გაუჩნდება ადამიანს პირველი შვილი, იქაც უხეშად იციან ხოლმე რაღაცების ჩარევა. აი რო ვიცი, რომ ადამიანს რაღაცა პრობლემა აქვს, პატარა ბავშვის მხრივ და რაღაცა არ ვიცი რა გავაკეთო, ბევრჯერ უთქვია ჩემ მეგობარს, რომ ბავშვი იყო და რაღაც მხრივ, რომ აი ესეა და არ ვიცი რა ჩემი გამოცდილება ვუთხარი. მაგრამ სანამ ამ ადამიანმა ის არ დაიწუწუნა, საერთოდ არ მithქვი არაფერი და არც ვაპირებდი თავზე რამის მოხვევას. აი რჩევა მაგ დროს უნდა მისცეთ ხალხო. როცა რჩევას მოგთხოვენ. ამიტომაც გულს ვის დაუბუჟდა წავალი ხა გადავაბრუნებ, გვერდი დაუბუჟდა და გავხედავ იმათ სანამ მამაშვილს ერთმანეთი დაუხოციათ, ერთმანეთი გაუყრიათ იმაზე ჭერს. მივეხმარებ ჩაი დავლიე და წაველი. შორე ეს შენა. ვიცი როგორ ვერ იტანა იმ კოცნას. აი როს. ხო და ხა წაველი. ხვალედილი თუ არ ამავიწყდა ავიწონები და ვნახოთ რა ხდება. ესე წაველი გაბრიელს გვერდი დაუბუჟდა ხალხო.